მოგესალმებით. 2026 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 13-15 თებერვალს გაიმართა. არსებობდა საფუძვლიანი მოლოდინი, რომ წელს ევროპელი ლიდერები ისევ დაიმსახურებდნენ ისეთივე საყვედურებსა და კრიტიკას, როგორც ეს შარშან მოხდა. 2025 წლის მიუნხენის კონფერენციაზე შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა ისე გააკრიტიკა ევროპელი ლიდერები და ბრიუსელის ბიუროკრატია, რომ მათ ალბათ 1 წელი დასჭირდათ მდგომარეობიდან გამოსასვლელად. თუმცა ამის მიუხედავად ბოლო 1 წლის განმავლობაში, ისევე როგორც მანამდეც, ბრიუსელის ბიუროკრატიასა და ევროკრატებს არ შეუცვლიათ პოზიცია. ისინი ზუსტად ისევე ასრულებდნენ დიპსტეიტის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დაკვეთებს, როგორც ვენსის კრიტიკისა თუ სხვების მოსმენამდე აკეთებდნენ. შტატების სახელმწიფო მდივნის სიტყვა ერთი შეხედვით ძალიან კარგად მოსასმენი და ევროპელი ლიდერების მიმართ მეგობრულიც კი იყო. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. იმის თქმა, რომ ამერიკელები ევროპის შვილები არიან, ერთი კულტურა აქვთ და ამერიკელები და ევროპელები ერთნი არიან, ეს არაფერს ცვლის. ეს არის ლამაზი შეფუთვა, რომელიც შტატების უმაღლესმა დიპლომატმა სწორედ დიპლომატიური მიზნებისთვის გამოიყენა. და თუ უფრო ყურადღებით შევხედავთ მის გზავნილებს, დავინახავთ, რომ ვენსის შარშანდელი კრიტიკა შეიძლება ბევრად უფრო რბილი მოსასმენი ყოფილიყო. მარკო რუბიომ პირველ რიგში ისაუბრა იმაზე, რომ ძველი მსოფლიო წესრიგი დასრულებულია. გლობალისტური იდეების დამკვიდრების მცდელობამ მხოლოდ უარყოფითი შედეგები მოიტანა და ეროვნული ინტერესების დავიწყება ასევე მხოლოდ უარყოფით შედეგებს მოიტანს. რუბიომ ისიც თქვა, რომ მოლოდინები ისტორიის დასასრულზე ლიბერალური ღირებულებების საყოველთაობასა და რომ წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს ყველა მიიღებდა, სისულელე იყო. რა თქმა უნდა, იყო საუბარი არალეგალური მიგრაციის შედეგებზე, ცივილიზაციურ საფრთხესა და იმაზე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ეროვნულ ხელისუფლებაზე მაღლა არ უნდა იდგნენ. ეს ყველაფერი უპირისპირდება იმ რეალობას, რომელიც დიპსტეიტის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დაკვეთით არის ევროკავშირში შექმნილი. ბრიუსელის ბიუროკრატია დღეს მხოლოდ იმაზე არის ორიენტირებული, რომ ძველი მსოფლიო წესრიგი, ანუ ცივი ომის შემდგომი დროის თამაშის წესები დარჩეს ძალაში და ისე მართონ ქვეყნები, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ. დღეს ევროკრატები არათუ არ ცდილობენ არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოგვარებას, არამედ პირიქით ხელს უწყობენ მას. სხვას არაფერს ემსახურება ევროკავშირის საიმიგრაციო პაქტი და წევრი ქვეყნების ხელისუფლებების დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები. ასევე დიდი მონდომებით ინერგება LGBT იდეოლოგია ევროკავშირისა და ევროპული სტრუქტურების მიერ. საქართველოში ბევრს ჰქონდა რიტორიკული შეკითხვა, თუ სად არის იმის მტკიცებულება, რომ ევროკავშირი LGBT პოლიტიკას ამკვიდრებს და ამას წევრ ქვეყნებსაც მოსთხოვს. არადა, ასეთი მტკიცებულებები უამრავია. მაგალითად, ევროპარლამენტის ბოლო გადაწყვეტილება, სადაც მათ რეზოლუციით დაადგინეს, რომ თურმე ტრანსგენდერი ქალი ბიოლოგიურ ქალად უნდა მიიღონ და მათზეც ისეთივე მიდგომები უნდა გავრცელდეს, როგორც ბიოლოგიურ ქალებზე. სხვა ასეთ მაგალითებს ახლა აღარ მოვიყვანთ, თუმცა ეს ერთით სავსებით საკმარისია იმის დასანახად, რომ LGBT იდეოლოგია დღეს ბრიუსელის პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, რუბიოს დიპლომატიური ლექსიკა არაფერს ცვლის. გერმანიის კანცლერი და თავდაცვის მინისტრი აცხადებდნენ, რომ მსოფლიო წესრიგი იცვლება და ახალი გამოწვევები დგას. მაგრამ გერმანია პირველია, რომელიც სწორედ ძველი თამაშის წესების შენარჩუნებისთვის იბრძვის. ყველაზე რადიკალური საომარი რიტორიკა აქვს და დიპსტეიტის მიერ დაკვეთილ პოლიტიკასაც ატარებს. მიუნხენის კონფერენციამ კარგად აჩვენა, რომ თუკი ადრე ასეთი შეხვედრები საერთო ევროპული ხედვის სარკე იყო და საერთო ევროპული პოლიტიკა ვლინდებოდა, ახლა ყველაფერი პირიქით ხდება. ბოლო წლების განმავლობაში მიუნხენის, დავოსისა თუ სხვა მსგავსი სახის კონფერენციები გვიჩვენებს, რომ ევროპულ პოლიტიკაში ძალიან დიდი ნაპრალი არსებობს როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკასთან მიმართებით. დახურულ კარს მიღმა ამერიკელი ოფიციალური პირები უფრო გულახდილები იყვნენ თავიანთი ანტაგონიზმის შესახებ. მაგალითად, პენტაგონის მაღალჩინოსანმა ელბრიჯ კოლბიმ მიუნხენში გამართულ კერძო ღონისძიებაზე აუდიტორიას განუცხადა, რომ შტატებს ევროკავშირთან საერთო ინტერესები აქვს, მაგრამ არა ღირებულებები. გიორგი მდივანის სიუჟეტში ნახავთ, თუ როგორ ჩაიარა მიუნხენის 2026 წლის კონფერენცია. თებერვლის თვის მთავარი პოლიტიკური მოვლენა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია. არც ამჯერად ყოფილა გამონაკლისი. თუ წინა წელს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯეიდი ვენსის გამოსვლას ევროკავშირისთვის სივიჟხაპის და პოლიტიკური შემულაწუნების ეფექტი ჰქონდა, დონალდ ტრამპის მიერ გერმანიაში წაგზავნილ მარკო რუბიომ ამჯერად ევროკავშირის და შეერთებული შტატების განქორწინება ოფიციალურად გააფორმა, ახსნა განმარტებით და დიდი შესავლით. თუ რამ გამოიწვია განხეთქილება ტრანსატლანტიკურ ალიანსში და ევროკავშირის მმართველ ელიტებს დაშვებული შეცდომა
შეცდომებისკენ მიუთითა. მარკო რუბიომ, რომლისკენაც იქ დამსწრე აუდიტორიის უდიდესი ყურადღება იყო, მიპყრობილი ისტორიული ექსკურსით დაიწყო თავისი გამოსვლა და აღნიშნა, რომ ლიბერალური დემოკრატიის და გლობალიზაციის კრახის მიზეზი ციომში მოპოვებული გამარჯვება და იმის რწმენა და ეიფორია იყო, რომ გლობალური ეროვნულს ჩაანაცვლებდა. But the euphoria of this triumph. ციომის ტრიუმფის ეიფორიამ სახიფათო შეცდომამდე მიგვიყვანა. მივედით იმ ისტორიის დასასრულამდე, სადაც საუბარი იყო, რომ თითოეული ერი ლიბერალური დემოკრატია გახდებოდა. მხოლოდ ვაჭრობითა და კომერციით ჩამოყალიბებული კავშირები ეროვნულობას ჩაანაცვლებდა. წესებზე დაფუძნებული გლობალური წესრიგი ჩაანაცვლებდა ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ ვიცხოვრებდით სამყაროში საზღვრების გარეშე, სადაც თითოეული ადამიანი მსოფლიოს მოქალაქე იქნებოდა. ეს იყო სულელური იდეა, რომელიც უგულებელყოფდა როგორც ადამიანურ ბუნებას, ასევე კაცობრიობის ისტორიის 5000 წლიან გაკვეთილებს. თუ გასულ წელს ჯეიდი ვენსი ევრობიუროკრატების წინაშე ცუდი პოლიციელის როლში წარდგა და ევროპელებს საკმაოდ ხისტად და მომენტებში დამამცირებლად მიუთითა ანტიდემოკრატიულ უკუსვლაზე და იმაზე, რომ ევროკავშირის მთავარი მტერი ბრიუსელი და მის მიერ გატარებული პოლიტიკაა, მარკო რუბიო ამჯერად უფრო დიპლომატიური ტონით და მშვიდი რიტორიკით ცდილობდა ევრობიუროკრატიისთვის ელემენტარული ჭეშმარიტების ახსნას, რომ მსოფლიო შეიცვალა და ილუზიებიდან გამოსვლის დროა. შეერთებული შტატების სტრატეგიული ხაზი უცვლელია. ევროპამ დამოუკიდებლად უნდა მიხედოს თავის თავს და შეერთებული შტატების იმედი ნაკლებად უნდა ჰქონდეს. მსოფლიო ძალიან სწრაფად იცვლება. ჩვენს თვალწინ ძველი მსოფლიო წარსულს ჩაბარდა. ის მსოფლიო, სადაც მე გავიზარდე, გაქრა. ჩვენ გეოპოლიტიკის ახალ ეპოქაში ვცხოვრობთ. ის თითოეული ჩვენგანისგან ჩვენი ხედვების გადახედვას მოითხოვს. თუ როგორია ჩვენი როლი? ევროპული დიპლომატიის კრახის კაია კალასის სახის გამომეტყველები თუ იმშელებთ მარკო რუბიოს გამოსვლისას, აშკარაა, რომ ახალ მსოფლიო წესრიგში მან თავისი ადგილი ჯერ ვერ იპოვა. ცოტა ხნის წინ მან განაცხადა, რომ ისტორიული წიგნების კითხვა დაიწყო და იმედი გამოთქვა, რომ დაჭკვიანდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, იმდენი განათლება ვერ მიიღო, რომ ელემენტარულად რეალობას თვალი გაუსწოროს. რუბიომ დიპ სტეიტის იქ მყოფ მარიონეტებს დასავლეთის მიზანმიმართულ დეინდუსტრიალიზაციაში დასტობრალი და აღნიშნა, რომ ეს შეგნებული პოლიტიკური არჩევანი იყო. ასევე მასობრივი მიგრაციის დამანგრეულ შედეგებზეც ისაუბრა. Mass migration. მასობრივი მიგრაცია არ არის მცირე მნიშვნელობის მქონე მეორე ხარისხოვანი პრობლემა. ის იყო და დღემდე რჩება კრიზისად, რომელიც დასავლეთის საზოგადოების ტრანსფორმირებას და დესტაბილიზაციას ახდენს. ეკონომისტისნაირი ლიბერალური გამოცემების კი აღიარებენ, რომ რუბიოს 7 ტონის მიღმა შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის დაძაბულობა არსად გამქრალა. ევროპა შეერთებული შტატების გარეშე, დამოუკიდებელი ევროკავშირი, საკუთარ თავდაცვაზე მზრუნავი ევროგაერთიანება. 2026 წლის მიუნხენის კონფერენციაზე ასეთი ფორმულირებები ხშირად ისმოდა. ვიღაცა შეიძლება ყალბიშთაბეჭდილებად არჩენოდა, რომ დიპ სტეიტის მიერ მართულმა ევროკავშირმა ეს ესაა დამოუკიდებლობა მოიპოვა. ევროკომისიის პრეზიდენტიც ურსულა ფონ დერ ლაიენიც ხშირად იმეორებდა ამას. დღევანდელ გახლეჩილ სამყაროში ევროპა უფრო დამოუკიდებელი უნდა გახდეს, რადგან სხვა არჩევანი არ გვაქვს. დამოუკიდებელი ყველა ასპექტში, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობაზე, თავდაცვაზე, ენერგეტიკაზე, ეკონომიკასა და ვაჭრობაზე, ნედლეულსა და ციფრულ ტექნოლოგიებზე. ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ სიტყვა დამოუკიდებლობა ეწინააღმდეგება ჩვენს ტრანსატლანტიკურ კავშირს. მაგრამ ვინუშლი და ევროკავშირს აქამდე ეძღვნა საკუთარ დამოუკიდებლობაზე. ვინუშლი და ევროჩინოვნიკებს საკუთარი ღირსეული პოლიტიკა გაეტარებინათ და პირველ რიგში ევროპელების ინტერესებზე ეძღვნათ. ევროკავშირის შექმნიდან მხოლოდ 60 წლის შემდეგ დამოუკიდებლობაზე ალაპარაკება იმის კიდევ ერთი დასტურია, რაზეც ჩვენ ხშირად გვისაუბრია. ევროკავშირი დიპ სტეიტის მიერ იმართება. ევროკავშირი ანტიდემოკრატიული წარმონაქმნია. ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაც კონფერენციაზე დაისვა და მონაწილეების მიერ სხვადასხვანაირად იქნა პასუხგაცემული, შემდეგნაირად ჟღერდა. შეუძლია თუ არა ევროპას დამოუკიდებლად თავდაცვა. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე მიიჩნევს, რომ ევროპა შეერთებული შტატების გარეშე თავს ვერ დაიცავს. ემანუელ მაკრონი კი თვლის, რომ ევროპას შეუძლია იყოს თვითმყოფადი და დამოუკიდებლად იმოქმედოს. როგორც სააგენტო ბლუმბერგი იტყობინება, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად ევროპაში ატომურ ქოლგაზზე დაიწყეს საუბარი. ეს ის შემთხვევაში, თუ ბებერი კონტინენტი მარტო დარჩება რუსეთის წინაშე. ევროპულ კონტინენტზე ატომური იარაღი მხოლოდ დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს გააჩნია. ევროკავშირის წევრებს შორის კი მხოლოდ საფრანგეთს აქვს ატომური არსენალი. გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, რომელიც ფორმალურად ფორუმის მასპინძელი იყო, თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მსოფლიო წესრიგი სულ უფრო მეტად უბრუნდება ძალის პოლიტიკას და სუპერსახელმწიფოებს შორის მეტოქეობას. კონფერენცია ბნელი დევიზის ნგრევის ფონზე მიმდინარეობს. ეს დევიზი იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო წესრიგი, რომელიც უფლებებზე და წესებზე იყო დაფუძნებული, რღვევის ზღვარზეა. მერცის სიტყვაში შეინიშნებოდა წყენა შეერთებული შტატების მიერ ევროპის მიტოვების გამო, მაგრამ მერცი თავის ფორმულირებაში ძალიან ფრთხილი იყო და მაქსიმალურად შეეცადა, რომ საკუთარი წყენა ვინმეს ბრაზად არ მოჩვენებოდა, უფროსი ძმა არ განერიცხებინა, რომელსაც გერმანულ რამშტაინში 10,000 ჯარისკაცზე მეტი ჰყავს განთავსებული.
Wenn es nach dem Fall der Berliner Mauer თუ ბერლინის კედლის ნგრევის შემდეგ ისტორიაში ერთპოლუსიანი მოდელი არსებობდა, ის დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. ნებისმიერ შემთხვევაში შეერთებული შტატების ლიდერობის პრეტენზია ეჭვეშ დგება. შესაძლოა ეს უკვე გაფლანგულია. ევროპასა და ამერიკას შორის ღრმა უფსკრული გაჩნდა. ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა ეს ერთი წლის წინ აქ მიუნხენში თქვა. ის მართალი იყო თავის ამ შეფასებაში. კულტურულ ომს, რომელსაც შეერთებულ შტატებში მოძრაობა მაგა აწარმოებს, ჩვენი არ არის. სიტყვის თავისუფლება მთავრდება, როდესაც ის ადამიანის ღირსებისა და კონსტიტუციის წინააღმდეგ არის მიმართული. ჩვენ არ გვჯერა ტარიფებისა და პროტექციონიზმის, ჩვენ გვჯერა თავისუფალი ვაჭრობის. ფრიდრიხ მერცი იმას კი ხვდება, რომ ძველი წესრიგი დამთავრდა, მაგრამ რატომ დამთავრდა, იმას აღარ აანალიზებს. გლობალიზაციამ და თავისუფალმა ვაჭრობამ ვერ მოიტანა დაპირებული შედეგი. უკონტროლო მიგრაციამ კი მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. ანუ ლიბერალური წესრიგი დამთავრდა, ასე რომ მისი ატრიბუტებიც უნდა ჩავარდეს წარსულს. დიპ-სტეიტის მიერ მართულ ევრომარიონეტებს პრობლემის რეალურ მიზეზებზე საჯარო საუბარი არ სურთ. კონფერენციაზე დონალდ ტრამპის არყოფნაში საფრანგეთის პრეზიდენტის დაცინვა და აბუჩა დაგდება კონფერენციის თავმჯდომარემ ვოლფგან იშინგერმა აიღო თავის თავზე. კონფერენციის გახსნაზე ვოლფგან იშინგერმა ავიატორის მზის სათვალე გაიკეთა და დაოსის ეკონომიკური ფორუმი გაიხსენა. მიუნხენის კონფერენციაზე მისტერ ბინის როლში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი იყო. ბრიტანეთის პრემიერმა გამოსვლა ომახიანად დაიწყო. ცოტა გადააჭარბა კიდევაც და ალბათ თვითონაც არ შეეროდა საკუთარი სიტყვების. As I see it, როგორც მე ვხედავ, ევროპა მძინარე გიგანტია. ჩვენი ეკონომიკები რუსეთისას 10-ჯერ აღემატება. ჩვენ თავდაცვის უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს. შემდეგ ანტიდემოკრატიული წიაღსვლა ჰქონდა და საკუთარი თანამოქალაქეების პოლიტიკურ არჩევანს შეურაცხყოფა მიაყენა, ვინც ბრექსიტი აირჩია და დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფა. now we are not the Britain. ჩვენ აღარ ვართ ბრექსიტის წლების ბრიტანეთი, რადგან ვიცით, რომ სახიფათო სამყაროში ჩვენ ვეღარ ავიღებთ კონტროლს კარჩაკეტილობით. შედეგად, ჩვენ დავნებდებით. მე ამას არ დავიშვებ. შემდეგ კი როგორც ჩანს საკუთარი თავის და სხვა ევრომარიონეტების გამხნევება გადაწყვიტა, მაგრამ დამაჯერებლობა აკლდა ამ ყველაფერს. The road ahead წინ მდებარე გზა სწორია და გასაგებია. ჩვენ უნდა განვავითაროთ ჩვენი ხისტი ძალა, რადგან ეს ჩვენი დროის ვალუტაა. ჩვენ უნდა შევძლოთ აგრესიის შეკავება და დიახ, საჭიროების შემთხვევაში უნდა შევძლოთ ომი. ყველაფრის გაკეთება, რაც საჭიროა. ჩვენი ხალხის, ჩვენი ღირებულებებისა და ცხოვრების წესის დასაცავად. და როგორც ევროპა, ჩვენ ჩვენს ორივე ფეხზე უნდა ვიდგეთ. ეს კომედიურ სტენდაპს უფრო გავდა ვიდრე რაიმე რაციონალურ და რეალისტურ გამოსვლას. მაგრამ ასეთ ბაქიბუქობას ევრომარიონეტებმა ისე მიაჩვიეს ყველა, რომ მათ სერიოზულად აღარავინ აღიქვამს. გასულ წელს დონალდ ტრამპმა კირ სტარმერი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო, როდესაც პროვოკაციული შეკითხვა დაუსვა ჟურნალისტების თანდასწრებით. რუსეთს მარტო გამომკლავდები? ბერს გამორჩა, მაგრამ გერმანიის კანცლერს დაუფარავად ომის სამქეზებლური პასაჟები ჰქონდა თავის გამოსვლაში. რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროკავშირი უკრაინის ომის გაგრძელების მომხრეა. that this war will only end ეს ომი მხოლოდ მაშინ დამთავრდება, როდესაც რუსეთი ეკონომიკური და სამხედრო კრახის წინაშე აღმოჩნდება. მეოთხე წელია ამ ილუზიებით კვებავენ ევროლიბერალებს, მაგრამ როდემდე? რა შეიძლება ნიშნავდეს ატომური სუპერსახელმწიფოს სამხედრო კრახი დანარჩენი მსოფლიოსთვის მერც აღარ დაუკონკრეტებია. ალბათ წარმოსახვა გაუჭირდა. შეერთებული შტატებისგან მიტოვებული ევროკავშირი როგორ მიიყვანს რუსეთს კრახამდე, როდესაც თვითონ ეჩეხება ეგზისტენციალურ პრობლემებს ძნელი წარმოსადგენია. ან შეიძლება გერმანული წყალქვეშა ნავებით რუსული ხომალდების ჩაძირვა აქვს განზრახული, როგორც მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ხდებოდა. მაგრამ არც მერც და არც გერმანიის მთავრობას იმის მზაობაც კი არ აქვს, რომ უკრაინას ტაურუსის ფრთოსანი რაკეტების თუნდაც შეზღუდული რაოდენობა გაუგზავნოს. მიუნხენის წინა კონფერენციებისგან და სხვა საერთაშორისო ფორუმებისგან განსხვავებით, უკრაინის თემა სულ უფრო უკანა პლანზეა გადაწეული. უფრო მეტი ყურადღება ეთმობოდა შეერთებული შტატების როლს ევროპული უსაფრთხოების საკითხში და შეერთებული შტატების გამოსვლას საერთაშორისო შეთანხმებებიდან, გლობალური დახმარების შემცირებას და შეერთებული შტატების წნეხს გრენლანდიის საკითხის გარშემო. დიპ-სტეიტის ხანდაზმულმა გვარდიამ უკრაინის ომის გაგრძელების და ომის გეოგრაფიის გაზრდის სურვილი გააჟღერა. There is a plan. თუმცა არსებობს გეგმა და ეს უნდა შესრულდეს. მიეცით უკრაინელებს ტომაჰავკები, პატრიოტის თავდაცვის სისტემების მეტი რაკეტები გაუგზავნეთ, მიეცით კიევს საშუალება მის საზღვრებს მიღმა მეტი ზიანი მიაყენოს რუსეთს. სწორედ მაშინ დაიწყეს რუსებმა რეალურ მოლაპარაკებებზე ფიქრი, როდესაც უკრაინამ შეძლო რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებამდე მიღწევა. საჭიროა მათთვის საკმარისი ტკივილის მიყენება, ანუ ეს საკმარისი ტკივილი არ არის, როცა ასობით ათასი რუსი ჯარისკაცი იღუპება და სახე ჩრდება. ეს საკმარისი ტკივილი არ არის პუტინისთვის.
შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებისთვის მესამე მსოფლიო ომის პერსპექტივასთან თამაში როგორც ჩანს მისაღებია. მიუნხენში დემოკრატები დიდი შემადგენლობით იყვნენ წარმოდგენილნი. მათგან მხარდაჭერილმა ზელენსკიმ კი კონფერენციაზე ამჯერად უზრდელობით დაამახსოვრა ყველას თავი. როდესაც დონალდ ტრამპის მთავარი ევროპელი მოკავშირე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ცუდად მოიხსენია. Even one victor ერთი ვიქტორი იმაზე ფიქრობს მუცელი როგორ გაიზარდოს, იმის მაგივრად რომ არ მიაგაზარდოს, რუსული ტანკები რომ გააჩეროს ბუდაპეშტში დაბრუნებას თუ მოისურვებენ. ვიქტორ ორბანი არ დარჩენია ვალში ზელენსკის და განაცხადა რომ ეს დებატები ქვეყნის ლიდერებზე კი არაა, არამედ ქვეყნებზე და ევროპის მომავალზეა. ამიტომაც ორბანის სიტყვებით უკრაინა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. რიტორიკით დიპლომატიური რუბიო ხისტი იყო ქმედებებში. Financial Times-ის ინფორმაციით რუბიო გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის და ევროკომისიის წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა უკრაინის თემაზე. მაგრამ შეხვედრა ბოლო მომენტში გააუქმა და ამის მაგივრად შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ბუდაპეშტში გაფრინდა. არც ერთი საერთაშორისო შეკრება არ ჩაივლის ისე რომ კაია კალასმა რაიმე ისეთი არ თქვას. რის შემდეგაც მის კოლეგებსაც კი ესპანური სრიცხვილის გრძნობა არ გაუჩნდეთ. რა თქმა უნდა, მთავარმა ევროპელმა დიპლომატმა თავი ამჯერადაც ისახელა. როდესაც რუსეთი იწყებს ომს, ისინი მარტოები არიან, იმიტომ რომ მოკავშირეები არ ყავთ. როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები იწყებს ომებს, ბევრი ჩვენგანი თქვენს გვერდითაა და ჩვენ ხალხს ვკარგავთ ამ გზაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს გჭირდებით ჩვენ. ასეთი განცხადებების შემდეგ კარგად ჩანს, რომ ლაპარაკი ევროკავშირის დამოუკიდებლობაზე და სიძლიერეზე მხოლოდ ლირიკაა. როცა მისი მთავარი დიპლომატი შეერთებული შტატების გულის მოგებას იმით ცდილობს, რომ საზარბაზნე ხორცის როლს თანხდება. კალასის მორიგი მარგალიტი ევროკავშირის არათუ დამცირების, არამედ მენტალური მონობის სიტყვიერი დადასტურებაა. ევროკავშირის დამცირების გაგრძელება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის თხოვნა რეპლიკა იყო, რომ ევროპელები უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებათა მაგიდასთან ადგილს იმსახურებენ, იმის გამო რომ ისინი უკრაინას აფინანსებენ. მიუნხენში უფრო მეტი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვდა, ვიდრე იქამდე იყო. ყველა მედიაზე უკეთ კონფერენციის შინაარს ერთ-ერთი პანელის სახელწოდება გადმოსცემს. Under Reconstruction. მიმდინარეობს განახლება. შემდეგი თაობის ახალი მსოფლიო წესრიგი. ტრამპის ადმინისტრაცია ევროკავშირის უსაფრთხოების და კოლექტიური თავდაცვის საკითხში დისტანცირებას ახდენს. ევროპამ საკუთარი ჯიბით უნდა შექმნას თავისი თავდაცვის სისტემა, რაც უფრო გაზრდილ სამხედრო ხარჯებს, შემცირებულ სოციალურ სიკეთეებს, მეტ საპროტესტო აქციას და საბოლოო ჯამში Deep State-ის მიერ მართული მარიონეტების დამარცხებას გულისხმობს არჩევნებში. და მთავარი, როგორი იქნება სტრატეგიული დაშორება. თუ შეერთებული შტატები განზე გადგება, რა მოუვა ნატოს. ვისთან ერთად მოუწევს ევროპას უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბება. თუ იქამდე დასრულდება ევროკრატიის თამაში და ტრამპი გრენლანდიას წაიღებს. NATO ends. It's game over. Then it's game over. რაც უფრო მეტად თავსებლებიან უკრაინის ვადაგასულ პრეზიდენტს და რაც უფრო მეტად აფინანსებენ მის კორუმპირებულ რეჟიმს, მით უფრო მეტად დეგრადირდება ევროპის პოლიტიკური კულტურაც და ევროპის რეპუტაციაც. ვლადიმერ ზელენსკის განცხადება უნგრეთის პრემიერზე ამის კარგი დასტურია. ბრიუსელის ბიუროკრატიისა და Deep State-ის მარიონეტების წყალობით ასეთი კონფერენციები ევროკავშირის პოლიტიკური კულტურის დაღმასვლას ძალიან კარგად გვიჩვენებს. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.